სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ადამიანის დიდებულება, როგორც გონიერი პოტენციაში თავისუფალი და პოტენციაში ასევე მარადიული არსებისა, მეტნაკლებად ჩანს ამ სამყაროშიც. თითოეული ადამიანი შეიძლება ასე ვთქვათ, ცალკე სამყაროა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანი ცალკე განუმეორებელი და უნიკალური სამყაროა, რომ ადამიანი ღირებულება არითმეტიკულად არ განისაზღვრება. 10 ადამიანი არ არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ერთი ადამიანი და ერთი ადამიანი არ არის უფრო ნაკლები ვიდრე 10 ადამიანი. 10-იც და 100-იც და 1000-იც. თითოეული კიდევ ვიმეორებ ადამიანი თავისი აბსოლუტური უნიკალურობით თითქმის უსასრულო მისტიკური სიღრმით. თითქმის იმიტომ ამბობ, რომ უსასრულო ამ სიტყვის დიდი გაგებით არის მხოლოდ ღმერთი. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანიც ღმერთია მადლით, უნდა იყოს გახდეს ღმერთი მადლით. ის რაც ღმერთი არის ბუნებით, ადამიანი ხდება ის ოღონ მადლით. ამიტომ თითქმის უსასრულო შეიძლება არც კი ითქვას, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთთან ერთად ვითარდება უსასრულოდ. მის განვითარებას დასასრული არ აქვს. და ეს ადამიანი ამგვარი მოცემულობა ადამიანისგან, ადამიანის მიერ მეტნაკლებად ინტუიციურად განიცდება ადამიანი ურწმუნოც რომ იყოს. განვიცდით ჩვენ ამას. მაგრამ ეს განცდა მარადისობისა და უნიკალურობისა და დიდებულებისა და განსაკუთრებულობისა და პოტენციური ღმერთობისა, ღმერთიშვილობისა ეს განცდა ადამიანისაგან, რომელიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. რომ ადამიანმა არ დააზიანოს თავისი თავი, არ მოიკლას თავისი თავი, პირდაპირ გაგებით, გადატანითი მნიშვნელობით, არ დახარჯოს თავისი უძურფასესი დრო, რაღაც სისულელეში, მეორეხარისხოვანში, წარმავალში, გაუფრთხილდეს თავის თავს, უყვარდეს ადამიანს საკუთარი თავი, როგორც აი ესეთი უნიკალური ქმნილება, რომელიც არ განმეორდება. ჩვენამდე რამდენს უცხოვრია, ჩვენს მერე რამდენი იცხოვრებს. შენ თუ შენ თავს გაინადგურებ, პირუტყვად იქცევი. უარსიტყვი აზროვნებაზე, სიბრძნეზე, გონიერებაზე, სინდისზე, თავისუფლებაზე. სულით თუ დემონს დაემსგავსები, ხორცით ცხოველს დაემსგავსები. ამით ხო სპობ იმ უნიკალურ ყოფიერებას, რომელიც არ ყოფილა და აღარც მერე იქნება. ერთადერთი ხარ სამყაროში ასეთი და ამგვარი. ამიტომ საკუთარი თავის სიყვარული ამ გაგებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამბობს უფალი, მოყვასი როგორ უნდა გვიყვარდეს. მოყვასი გვიყვარდეს როგორც საკუთარი თავი, მეორე მცნება. და საკუთარი თავი არა ეგოისტურად, თუ ეგოისტურად საკუთარი თავი გვიყვარს, მოყვასი არ გეყვარება. აი ამ გაგებით და ესე იგი თითოეულ ჩვენს წინ მყოფ ადამიანს ასევე ვაფასებდეთ როგორც აბსოლუტურად უნიკალურ ღვთისათვის საყვარელ არსებად და ამგვარად გვიყვარდეს თავისი უნიკალურობით. ეს ერთი მხარეა. მაგრამ აი ამ განცდას, ამ ხედვას მეორე მხარეც აქვს. საცდურის მხარე. როდესაც შენი აი ეს განსაკუთრებულობა და უნიკალურობა სიამაყეში გაგდებს და ჩვენ ვიცით ეს დაცემულ ადამიანს როგორ ჭირს ეს, როგორ ჭირს. სიამაყეში გაგდებს და შენ უნიკალურობას იმაშიც ავლენ, რომ ინდივიდუალიზმში გადადიხარ იმგვარად, რომ შენს გარდა არავის აღარ ცნობ. თანამედროვე სამყარო აქეთკენ მიდის. ნახეთ თანამედროვე სამყარო როგორია და რისკენ მიექანება თანამედროვე სამყარო. თუ რამე ერთიანობის ნასახი არსებობს, ყველაფერს სპობს. ეროვნულობას სპობს. ოჯახის ინსტიტუტს სპობს. მამაკაცობისადმი და დედაკაცობისადმი კუთვნილებას სპობს. რა თქმა უნდა ეკლესიას ებრძვის და რა თქმა უნდა ვერ სპობს, მაგრამ ებრძვის. თანამედროვე იდეოლოგია ამით არის გაჟღენთილი, ამით არის მოწამლული, ამით წამლავენ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს. ეს მიზანმიმართული პროცესია ეშმაკისგან პირველ რიგში და მას თავის ადეპტები ყავს. არადა ჩვენ გვახსოვს, რომ მშობლის
უპატივცემულობა სასიკვდილე ცოდვაა და ამ შობელში ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით მარტო ხორციელი დედა და მამა კი არ იგულისხმება. ზოგადად შენ წინ ყოფი იგულისხმება ყველა. და ეს რატომ არის ეს მძიმე ცოდვა და რატო ანადგურებს ეს კაცობრიობას? ასეთი ადამიანი კარგავს სიბრძნეს, გონიერებას, ღვთის ხატობისა და მსგავსობის თვისებას კარგავს. და როცა ადამიანი მივა იმ კონდიციამდე კაცობრიობა, რომ მასში კრიტიკული მასა შეიქმნება ამგვარი ადამიანებისა, მერე მოვა ის და ის რომ მოვა ეტყვის მე ვარ ქრისტე და ადამიანები მიიღებენ. შეიძლება ესე დეკლარირებულად ესე არ თქვას, შეიძლება თქვას, ვინ იცის, არა აქვს მნიშვნელობა. ადამიანის მოტყილება უკვე ძალიან ნამდვილი იქნება, იმიტომ რომ ადამიანს დაკარგული ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი ხატობა და მსგავსობა, რითაც ის უნდა მიხვდეს, ვინ არის ღმერთი და ვინ არის ეშმაკი. ამას ვეღარ მიხვდება ადამიანი. და ამ დროს იგივე პარალელურად ეს ადამიანი ტექნოლოგიებში იქნება რაღაც უსასრულოდ განვითარებული. მაგრამ აი ამას ვერ მიხვდება. და მოვა ის, ვინც მოვა. საქმე იმაშია, რომ რატო ხდება ეს? საქმე იმაშია, რატო ირღვევა აი ამ უკიდურესი ინდივიდუალიზმით, რომელიც არის გადაგვარებული უნიკალურობა და პიროვნულობა, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ. ეს პიროვნულობა, უნიკალური, განსაკუთრებულობა, დიდებულება, ეს გადაგვარებული უკვე ხდება ინდივიდუალიზმით და უკიდურეს ინდივიდუალიზმში რო გადაგვარდება, რატომ ხდება, რომ ის კარგავს ღვთის ხატობისა და მსგავსების თვისებებს, ამიტომ ხდება კარგავს ერთ-ერთ მთავარ თვისებას ადამიანისას მოაზროვნეობისას. შეიძლება ყველაფერი იცოდეს. აი კომპიუტერივით ტვინი კონდეს, მაგრამ მას აზროვნების უნარი აღარ ექნება, ანუ სიბრძნე აღარ ექნება. ყველაფერი აი კომპიუტერს, გენიალური ისა გამოგონებაა და შეიძლება ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი მაგალითად და ასე შემდეგ. ჩვენში არსებული ცოდნასთან მიმართებაში ბევრად თითქმის უსასრულო დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ბრძენია. სიბრძნე რაღაც სხვა რამეა, ხო სწორია. და რატო კარგავს ადამიანის სიბრძნეს ასე დროს? იმიტომ რომ ის კარგავს ხატებასა და მსგავსებას. და რატო კარგავს ხატებასა და მსგავსებას? იმიტომ რომ თავის არსების ანუ თავის ონტოლოგიას ანადგურებს იმით, რომ ხდება ინდივიდუალისტი. ინდივიდუალიზმი ანადგურებს ადამიანის ონტოლოგიას, არსებას, არსს ანადგურებს. იმიტომ რომ ადამიანი, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი, ურთიერთობისათვის, ოღონ არა ინდივიდუალური, არამედ პიროვნული ურთიერთობისათვის შექმნილი არსებაა. როგორც ღმერთია მამაზე და სულიწმინდა, ხო, ესეთ ყოფიერების სათავე ესეთია. ადამიანი არ შეიძლება მოწყდეს ფესვებს, არ შეიძლება ფესვებს მოწყდეს. ეს ერთი უწყვეტი ჯაჭვია. ევაც კი ცალკე არ შეუქმნია ღმერთს, ის ადამიანიდან ამოზარდულია, ხო, ადამიანიდან ამოიზარდა, ადამიანის სხეულიდან ამოიზარდა. კიდევ ვიმეორებ, ხო შეიძლება ადამი ცალკე შეექმნა, ევა ცალკე შეექმნა. არა. და ერთ და იგივე ღმერთია, ხო, მასას და ერთნაირი იქნებოდა, როგორც არის ქალი და კაცი, მაგრამ არა. ევა ადამიანიდან ამოიზარდა, რომ ეს ერთარსებობა ადამიანისა, მემკვიდრეობითობა, ერთიდან მეორეში გადასვლა ყოფილიყო გარანტირებული, საფუძველშივე ჩადებული ყოფილიყო. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ამას გვასწავლის წმინდა წერილი. და ამიტომ ადამიანი, რომელიც აი ამ ღირებულებას, ასაც ერთობა ქვია, წყდება და განსაკუთრებულად ეს იგრძნობასაც წინაპართან კავშირში, ხო, მე თქვათ, მოვედი ამ ქვეყანაზე მოვივლინე, მაგრამ ჰაერიდან ხო არ გავჩდი, ხო, დედა მყავს, მამა მყავს, ბებია მყავს, ბაბუა მყავს, იმის წინაპარი მყავს, იქით მყავს, ეს ხო არის არსებობს ფიზიკური მემკვიდრეობა, არსებობს ანუ გენეტიკური, მაგრამ არსებობს კიდე სულიერი მემკვიდრეობა. გახსოვთ უფალი მოწაფეებს რო ეუბნება, რომ თქვენ სამკალი ფრიადარს, მუშაკი მცირე და თქვენ მიდიხართ სამუშაოდ, სამკალად. იქ სადაც თქვენ არ დაგითესიათ, სხვამ დათესათ, თქვენ უნდა მომკათ. ანუ თქვენ აგრძელებთ მოციქულებს ეუბნება, თქვენ აგრძელებთ სხვის საქმეს, თქვენ არ დაგიწყიათ ეს საქმე. გესმით? პირველ მოციქულებს ეუბნება. ანუ ისინიც კი, ვინც პირველები იყვნენ ქრისტეს ეკლესიაში, ისინიც კი არ არიან დამწყებნი. მანამდე ძველი აღთქმა იყო, წინასწარმეტყველები იყვნენ, აბრაამი იყო იმის იქით კიდე და ასე შემდეგ. ხო, პირველი ადამიანიდან მოყოლებული.
და ადამიანი კიდე ღმერთმა შექმნა. ანუ ეს უწყვეტი ჯაჭვია და ხაზგასმით ეუნება. რო არ გონებოდათ, რომ აი ჩვენ ვიწყებთ, არ იწყებთ, დაწყებული აქვთ. მოციქულებს, იოანეს, პეტრეს დაწყებულში შემოვიდნენ. ეს სულიერი მემკვიდრეობა, არის არსებობს გენეტიკური მემკვიდრეობა და ასე შემდეგ. გახსოვთ მოსეს ეს ხათაშორის ეხლა ბატოპედში რო ვიყავით ამასინათ იქ საძმოს კრებაზე გააჟღერეს იოსებ ბატოპედელის ეს სიტყვები. შეიძლება სადმე წიგნებში წერია, მაგრამ მე გავიგე პირველად. ყოველ შემთხვევაში ბოლოს ეს მახსოვს. იოსებ ბატოპედელი ამბობდა, რომ გახსოვთ ეს სიუჟეტი ბიბლიიდან, როდესაც მოსე ვეღარ აუდის ამდენ ადამიანის გაძღოლას. მას ხომ დიდი მადლი მისცა ღმერთმა ქორების თაზე, იმ დონეზე რომ სახე შეხეული ქონდა. საღვთო მადლი იმდენად ძლიერად ქონათ, რომ ანათებდა და ყურება უჭირდა და სახე შეხეული ქონდა, რომ თვალს ჭრიდა ადამიანებს. და ვეღარ აუდის ამდენ საქმეს, იმიტომ რომ ფიზიკურად იღლება. უამრავი თელი გამოსული ხალხი ეს ეგვიპტიდან გამოსული ხალხი სულ მასთან არჩევენ საქმეებს და ის არის წინამძღოლი და გადაწყვიტა ეს რომ გაენაწილებინა თავის საქმე და ყოლო და მოადგილეები, რომლებიც გარკვეულ ნაწილს ჩაიბარებდნენ. მაგრამ მათაც ხო საღვთო მადლი ჭირდებოდათ. და ნახეთ რა საოცარი რამე ხდება. ღმერთი პირდაპირ კი არ აძლევს იმათ მადლს, როგორც მოსეს მისცა. მოსესგან აიღო და გაუნაწილა. და იოსებ ბატოპედელი ამბობს, რომ არ შეელო, რომ თვითონ მიეცა ღმერთს, მაგრამ არა, მოსესგან აიღო და გადაუნაწილა და ამით ყველა საჩვენა და დღემდე ჩვენ გვაჩვენებს თუ როგორ მნიშვნელოვანია სულიერი მემკვიდრეობითობა, რომლის გარშეც არ შეიძლება არაფერი ღირებული თუ არ იქნება ეს მემკვიდრეობითობა. აი იგივე პავლე მოციქული რო ამბობს, რომ შობიარობის ტკივილები მაქვს, სანამ თქვენში ქრისტე არ დაიბადება. აი ეს მემკვიდრეობითობა უმნიშვნელოვანესია. ამ საუბრის ფონზე ბუნებრივი ხდება უკვე და გასაგები ხდება უკვე, რასაც ახლა მე წავიკითხავ, რაც დღეს იქნა აღმოკითხული პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან მე დავითნის მიერ. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოედრიკეთ მათ წინაშე. ნახეთ, აი აქ ზუსტად ამას ამბობს. მემკვიდრეობითობა სულიერი ცხოვრებაში. მორჩილება წინამძღვრისა, მოძღვრისა. ქედის მოდრეკა მათ წინაშე, ქედის მოდრეკა ნიშნავს მორჩილება. რატომ? ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულისათვის, მათ თავიანთი ვალდებულება აქვთ. ფხიზლობენ იმგვარად, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს და ვის, რა თქმა უნდა, ღმერთს აბარებენ ანგარიშს, უზარმაზარი პასუხისგებლობა აქვთ. მაგრამ ისინი ამას სიხარულით უნდა აღასრულებდნენ და არა ოხრით, აგრძელებს პავლე მოციქული. რადგან თუ ისინი ამას ოხრით აღასრულებენ და არა სიხარულით, ეს არას გარგებთ თქვენ. იმიტომ რომ პატევის მიგება, მშობლისა, სულიერი იქნება, ხორციელი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ის არ დამწუხრდეს თქვენი არასწორი საქციელით. ამიტომ არის რომ შვილების მშობლებისადმი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სამწუხაროდ ეს ეხედავენ, ძალიან ისე გვიყურებენ. თქვენ საბჭოთა მოქალაქეები ხართ და ეს კატასტროფაა უბრალოდ. ეს არაფერს იკეთეს არ მოუტანს ჩვენს ერს. ღვთისაგან მადლი იქნება აღებული ჩვენი ქვეყნიდან. იმედია რომ ესე არ მოხდება, იმედია რომ იმიტომ რომ მე საწინააღმდეგოსაც როგორც ღვდელი სხვა მღვდლებიც ეხლა ჩვენი პატარა გამოცდილება გვაქვს, ხო? რამდენი ახალგაზრდა, რომელთა გულსაც ღმერთი ეხება და ისინი სწორ ცხოვრებას იწყებენ. ყოველ დღე მსგავსი მაგალითები მაქვს, მე ძალიან ბევრი. მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ვიმეორებ, ეს პრობლემა არსებობს. ილოცეთ ჩვენთვის, ეხლა როგორც მოძღვარი საუბრობს პავლე მოციქული, რადგან გვწამს რომ წფელი სინდისი გვაქვს. რაც ნიშნავს წფელი სინდისი? ანუ ამ შემთხვევაში ამბობს პავლე მოციქული, როგორც მოძღვარი საუბრობს, რომ რასაც მე თქვენ გასწავლით, მართლა ღვთისას გასწავლით. ნამდვილს გასწავლის, ის რაც ღმერთმა მისცა, გამოცხადებით. აქედან გამომდინარე ამაში აქვს მას წფელი სინდისი, თორე ცოდვაზე ამბობს, ცოდვილებისთვის მოვიდა უფალი და ყველა ცოდვილი მე ვარ, მაგრამ აი როგორც მოძღვარი, რასაც მე თქვენ გასწავლით, აქ სინდისი წფელი მაქვს, იმიტომ რომ ჩემსას არაფერს გასწავლით, რაც მივიღე, სხვა ადგილას იტყვის, კაცთან კი არ მიმიღია, არამედ თავად ღვთისაგან რაც მივიღე, იმას გადმოგცემ. და გვინდა ყოველთვის
წრფელად ვიქცეოდეთ და გვინდა რომ სწორად ვიქცეოდეთ. ხოლო მშვიდობის ღმერთმა აგზელებს პავლე მოციქული, მშვიდობის ღმერთმა. ამ შემთხვევაში მშვიდობა თაობებს შორის თუნდაც საუკუნო აღთქმის, ანუ მარადიული აღთქმის, ანუ ეს აღთქმა, რა აღთქმა, რომ თქვენ შვილები ხართ ღვთისა, რომ სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. აი ეს აღთქმა მარადიული, ანუ მას დასასრული არ ექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარადისობა გაწელილი დრო არ არის, მარადისობა არის ყოფიერების ფორმა, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა არის. სხვანაირი ყოფიერება, სხვანაირი სიცოცხლე, ეს არ არის გაწელილი დრო, ეს არის რაღაც სხვა რამე, რომელიც ისეთი დიდებულებაა, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურსმენია, არც გულს არ შეხებია, თავად ღმერთია მარადისობა. და ამაზეა საუბარი, ეს არის საუკუნო აღთქმა, აღთქმა, რომელიც არ მთავრდება, რომელიც სულ არის. საუკუნო აღთქმის სისხლით, საუკუნო აღთქმის სისხლით ქრისტეს დაღვრილი სისხლია, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით. ყდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ცხოვარი ჩვენ ვართ. ღმერთი აღადგენს ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, რა თქმა უნდა. და სწორედ ღმერთმა დაესრულყო თქვენ. და ეს სრულყოფილება რაში ვლინდება? რათა მისი ნებისაებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე. ანუ მისი ნების გამტარი ვიყოთ. აი რაც როგორც ღმერთს უნდა ესე რო ცხოვრობ. ჩემი მოქმედება, ჩემი აზროვნება, ჩემი გახედვა, გამოხედვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვაც კი მისი უწმინდეს ნებასთან თანხვედრაში რომ არის. ეს არის გზა თავისუფლებისკენ. ადამიანებს ეს ხო არ ესმით, როგორ შეიძლება იყოს, როცა ჩემ ნებაზე უარს ვამბობ, ეს იყოს გზა თავისუფლებისკენ. ავიწყდებათ რა, რომ ნება არის ბუნებითი ენერგია და შეხედე შენ თავს და რაც ხარ, ის ენერგია გაქვს და რა გაქვს? რა გაქვს, რომელიც მარადისობაში გამოგადგება? რითაც შენ თავს დაიმშვიდებ, რომ აი ეს მარადისობაში გამომადგება. ქრისტიანობაში ვამბობ ამას. თორე რაღაც რელიგიამ შეიძლება მოგიჩინოს ადგილი მარადისობაში და შენი ვნებები და იკმაყოფილო იქ. არ ვასახელებ რა რელიგიები ამბობენ პირდაპირ ამას. რაღაცა ვნება გაქვს, რაღაცის სიყვარული გაქვს, ეს არის ვნება. და გეუბნება, შენ რომ გარდაიცვლები, მიგიჩენენ ადგილს, სადაც ეს გექნება გაცილებით დიდი ხარისხის და რაოდენობის და სულ გექნება და მიდი დაიკმაყოფილე შენი ვნება. და ჩვენთვის ხო ასე არ არის? ჩვენთვის ხო მარადისობა, სასუფეველი, ხომ ეს არის თავად ღმერთად ყოფნის საიდუმლოება, ღმერთის შვილის სტატუსით. ეს ძალიან დიდი რამეა, რომელსაც ვერაფრით ვერ განმარტავ, ვერაფრით ვერ ახსნი. ხოლო შეიძლება დადუმდე და განიცადო რაღაცა, რასაც ღმერთი განგაცდეინებს. მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მისი უწმინდესი ნების, შენ როგორც გონიერი არსება და პოტენციაში თავისუფალი, ღვთის ნებით იწყებ ცხოვრებას, იმიტომ რომ ღმერთია ყოფიერების შემოქმედი, შენი გონიერების ავტორი, მოდი ესე თქვა. და მან იცის, ღმერთმა იცის, აბა ვინ იცის, თუ ღმერთმა არ იცის, რას ნიშნავს იყო ბედნიერი, გონიერი და თავისუფალი სიცოცხლით. მხოლოდ მან იცის, იმიტომ რომ მხოლოდ ის არის ასეთი, სხვა არ არსებობს. და უცებ შენ გეუბნება, რომ შენს გინდა ასეთი იყო, შეგილია გახდე ესეთი, ოღონდ დამიჯერე. და არ უჯერებ და ხდები ცხოველი და დემონი. თავშენი ამპარტავნებით, ეგოიზმით და 1000 უბედურებით და პირუტყული მიდრეკილებებით. და ეს მისი სრულყოფილება ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისაებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე. ანუ შენ რო გონია რომ კეთილ საქმეს აკეთებ, თუ ის ღვთის ნებასთან თანხვედრაში არ არის, ის არ არის შენი სრულყოფილების წყარო. შენი სრულყოფილების წყარო შენს მიერ კეთილად აღსრულებული საქმე მაშინ არის, როდესაც ამ კეთილი საქმის აღსრულება ღვთის ნება. ამიტომაც არის ჩვენ ძალიან ხშირად უშვებთ შეცდომას ცხოვრებაში. ხო გონია რომ სწორად ვიქცევი, სინდისი არ მამხელს, სინდის ნუენდობით ამ დროს. სინდისი, რომელიც ქრისტეს ცნებებზე არ არის აწყობილი, ის მატყუარა სინდისია. სინდისი არ გამხელს, შენ შეიძლება ქრისტიანიც კი მოკლა და გეგონება ღმერთს ხერხს შევწირე, ეს ხდება ხო სახარებიდან ვიცით. და ადამიანს გონია რომ სიკეთეს აკეთებს.
თავსაც კი წირავს ამისთვის, მაგრამ თუ ღვთისნებასთან არ არის ეს თანხვედრაში, მაშინ ეს არ არის შენი სრულყოფილების გზა, პირიქით დაღუპვის გზა არის. და იესო ქრისტეს მეოხებით ღმერთმა ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე. განკაცებული ღმერთის მიერ, რომელიც ხიდია ჩვენსა და მარადისობაში, ვისი დიდებაც არის უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ქრისტეს მეოხებით. ანუ ის არის ჩვენი ორიენტირი. მისი სიტყვა არის ჩვენთვის ნიმუში ისა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რო არ შევცდეთ. აი ეს არის. როგორც თავიდან გითხარით, იმისათვის რომ ჩვენ სწორად ვიცხოვროთ და ჩვენი ნება ღვთისნებას არ აცდეს, ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ მემკვიდრეობითობა, რომელიც გვაკავშირებს ადამიანთან, ჩვენს წინაპრებთან, ჩვენს მშობლებთან და ჩვენს სულიერ მოძღვრებთან და სულიერ წინამძღვრებთან და სულიერ წინაპრებთან. და ამით ყველაფრით უკავშირდებით ღმერთს. და ამით გავართ ჩვენ ყოვლა წმინდა სამებას. და აი მემკვიდრეობითობას გაუფრთხილდეთ. და ამით ჩვენი პიროვნული უნიკალურობა გადარჩება, ჩვენი ღვთის ხატება და მსგავსება გადარჩება და არ გადავიქცევით იმგვარ ინდივიდუალისტად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბოროტის სულის საყრდენი გახდება. ღმერთმა დაგვიფაროს. შეგვეწიოს უფალი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.